მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. წერილზე არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი მის ღია წერილს შეეხებოდა. ამასთან, როგორც ყობახიძემ აღნიშნა, მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა და ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ყველამ უნდა სცეს პატივი ქართველი ხალხის არჩევანს, საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართველი ხალხისა და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. განაცხადა ირაკლი ყობახიძემ. გარდა ამისა, ყობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრა. გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი. კიდევ ერთხელ კატეგორიულად გმობ მომხდარს სამარცხვინო ფაქტს. სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას, წერს ხაზარაძე. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის ნიკა გვარამიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო. როგორც გელოვანმა განმარტა, ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ალბათობის მაღალი სტანდარტით იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა ბრალდებულის მიმართ გამამტყლებელი განაჩენი დადგეს. პროცესზე ნიკა გვარამია და მისი ადვოკატები განმარტავდნენ, რომ აღნიშნული ქმედება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ზუსტად იგივე მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც არსებობს და სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაწყებულიყო. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30,000 ლარიანი გირაუ აქვს შეფარდებული. გვარამიას გირაუს გადასახდელად 50 დღიანი ვადა განესაზღვრა, აღნიშნული ვადა 7 ივნისს ეწურება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკოსის პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, ის გირაუს გადახდას არ აპირებს. იტალიის რესპუბლიკასა და უნგრეთში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა, ხოლო უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი. თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი იყო ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. თამარ ლილუაშვილს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი და RMG ჯგუფის დირექტორის მოადგილე. რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებით სურს, რომ კონკურენტული და მრავალპარტიული არჩევნების მოცემულობა შექმნას და მასში მონაწილეობა ქართული ოცნებისთვის დახმარების გაწევად ჩაითვლება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს, განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა მკაფიო პასუხი გასცენ შეკითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ბაშაყმაძე რელიგიის საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეվել პასტორ მარკ ბერნს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. ზაზა ბაშაყმაძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს გააცნო საქართველოს რელიგიური შემადგენლობა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ხაზი გაუსვა საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე შეყილაძე. ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის მცდელობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. Როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს. პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. ნათქვამია ინფორმაციაში. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. აფხაზეთის საჯარო სკოლების კურს დამთავრებულებს, მშობლებს და მასწავლებლებს ულოცავს სკოლის დასრულებას და ბოლოზარს. ეს დღე ერთდროულად ემოციური, ამაღელვებელი და საამაყოა. თქვენ უკან მოიტოვეთ ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და ახალი გზის დასაწყის ადგებით, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, გამოწვევებითა და არჩევნებით, რომლებიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს და ჩვენი სამშობლოს მომავალსაც. ჯერა ზუსტად იცით, საიდან მოდიხართ და სად გზურთ დაბრუნება. განათლება კი ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს თავისუფალ, ერთიან და ძლიერ საქართველომდე. გაუმარჯოს თქვენს მიზნებს, თავისუფლებას და სამშობლოსადმი სიყვარულით ახსავსე მომავალს, განაცხადა მინისტრმა. 24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. რაც შეეხება 22-24 მაისს მოსალოდნელ ამინდს დედაქალაქში, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 24-26 გრადუსით აფიქსირდება. სანაპირო რაიონებში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24-26 გრადუსით აფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 28-30 გრადუსით აფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით ყველაზე მეტი 41 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კიდევ ერთი დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს. დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს გუმბათის პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. ეს ჩვენ სამშობლოს დაიცავს. ოქროს გუმბათი რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ. განაცხადა აშიშის პრეზიდენტმა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ოქროს გუმბათის თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა პროგრამას კანადაც შეუერთდეს. ირანის პარლამენტმა რუსეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო როიტერსი ავრცელებს. რუსეთსა და ირანს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა ორმხრივი ინტერესების მქონე სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად მხარეები ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით იმუშავებენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა შეთანხმებას ხელი 2025 წლის 17 იანვარს მოსკოვში მოაწერეს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანთან ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი 21 აპრილს მოაწერა. უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის, რომლებმაც თვეები დახარჯეს რუსეთის მიერ დაწყებულ ომში დონალდ ტრამპის თავიანთ სასარგებლოდ გადაბირების მცდელობაში, ყველაფერი საწყის წერტილს დაუბრუნდა. ამის შესახებ როიტერსი წერს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარამდე რამდენიმე კვირით ადრე დონალდ ტრამპი რუსეთს უფრო მკაცრი სანქციებით დაემუქრა, თუ ის მშვიდობისკენ პროგრესს არ გამოავლენდა. უკრაინა იმედოვნებდა, რომ ეს ნაბიჯი პუტინს დაარწმუნებდა ნებისმიერ მოლაპარაკებებში მაქსიმალისტური მოთხოვნებისგან უკან დაეხია. როიტერსი წერს, რომ იმედგაცრუება აშკარა იყო ბრიუსელში, სადაც ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომა გაიმართა. ეს არის ერთი ნაბიჯი წინ და 2 ან 10 ნაბიჯი უკან. გავაგრძელებთ ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეტყობინებების გადაცემას და რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ მოწოდებას. განაცხადა კიდევ ერთმა ევროპელმა დიპლომატმა როიტერსთან საუბარში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.